შუადღე ლაივში დავისა ქალბატონებო და ბატონებო, გამარჯობა ჩემო ანა, მე და ანა მოგესალმებით ესე პირდაპირ ეთერში, ჩვენ სტუმრებს ცოტა ხანში გაგაცნობთ, მათ გაცნობა არ ჭირდებათ, მაგრამ მაინც და რატომ არიან ისინი ჩვენთან ერთად დღეს მაგასაც ცოტა ხანში, მანამდე კი აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ აქ ერთი გოგო იყო მუცლით ჩვენთან ერთად და რამდენიმე ეთერი აღარ არის ჩვენთან ერთად და სად არის და ორგზის დედა. კი ბატონო. ჩემო მარიამ გილოცავ და ჩვენი კირა გვინდა რომ იყოს ძალიან ჯამრთელი გახარებული და ძალიან მაგარ ქვეყანაში ეცხოვროს ხომ არ თარია? აუცილებლად თავისუფალ ქვეყანაში რაც მთავარია და მეც ვისარგებლებ შემთხვევით მე კი ესე მივულოცე რა თქმა უნდა, მაგრამ პირდაპირ ეთერიდან მოვაცვა კიდევ უფრო სხვა არის ალბათ და მარიამს დავახოს ვულოცავ არაჩვეულებრივი მზეგოგო კირას დაბადებას და მართლაც გეთანხმები იმაში რომ უნდა ეცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში და ძალიან მაგარ ქვეყანაში და ასეც იქნება დარწმუნებული. მე ფოტოც მაქვს ნანახი, მეც გეტყვი ხო მე მათგან, მაგრამ ხო შეიძლება და ულამაზესი გოგოა კირა. მოკლედ მარიამ, გილოცავთ და მალე დაგვიბრუნდი ახლა უკვე. ხო? აბა რა. ხო, და რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ალბათ მე ჩვენო ტელემაყურებელმა იცის და ვინც არ იცის ვეტყვი, რომ დღეს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი, ჩვენი ძვირფასი საქართველო, ისიც უერთდება ამ დღეს აი ასე. შევზღუდავი კანონებით, დაჭერილი და ნაცემი კოლეგები, დახურული ტელევიზიები და დახურული გადაცემების ფონზე, აი ასეთ ამბავში შევხვდით დღევანდელ დღეს ჩვენს ქვეყანაში. კი, ნიკა, ნამდვილად ასეა, თუმცა ჩვენ მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ და რა თქმა უნდა აუცილებლად ჩავთვლიდით, რომ ამ თემაზე აუცილებლად ვესაუბრა. ზოგადად პრესას მიუძღვნათ აუცილებლად, რაც შეიძლება მეტი ეთერი და რაც შეიძლება მეტი უნდა ვისაუბროთ ამაზე და მეტი დრო დავუთმოთ იმისათვის, რომ მიღწევადი არ იყოს ზუსტად ის, რაც შენ ჩამოთვალე ახლა და რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ და ვინც ცდილობს აღარ არის საჭირო დაკონკრეტება, რომ დაიხუროს გადაცემები, რომ აღარ იყოს თავისუფალი სიტყვა, შეიზღუდოს ჟურნალისტური საქმიანობა და ასე შემდეგ ზოგადად თავისუფლება შეგვიზღუდონ. და იცი, ერთ დღე სტუმრები გვყავს არაჩვეულებრივი სტუდიაში, რომელსაც წარვადგენ, შენ კითხვი რომ წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ ფორმალობა მოითხოვს მაინც რომ წარვადგინოთ. ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები ესენი არიან თეა ადეიშვილი, რუსუდან დუმბაძე და ეკა ბასილაია. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ. ხო, ისეთი ის არის, რა ქვია, ხო, გასაგებია რომ შემთხვევით არ არიან ჩვენი სტუმრები შერჩეულები დღევანდელ დღეს და პრესის თავისუფლებაზე უნდა ვისაუბროთ. რა ხდება დღეს ჩვენ ქვეყანაში? არსებობს პრესის თავისუფლება? არა, არსებობს. კიდევ შემორჩენილი არის და მე პირველ რიგში მართლა აი უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პრესის წარმომადგენლებს, ვინც არ იშურებს არც ძალს, არც ღონეს თავის სიცოცხლის რისკად, აკეთებს ყველაფერს, რომ ეხლა ზოგადად შეიძლება რაღაცები მოაყოლონ ამ ამბავს, რომ ის მიკერძოებული, ის არ ამბობს სიმართლეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი მithomot გვესმის ყოველდღე, მაგრამ ეს ადამიანები აკეთებენ საქმეს და აკეთებენ იმას, რომ ადამიანებს, რომელსაც პრობლემა აქვს, რომელიც სათქმელი ვერასად სიტყვას თავის ხმას ვერ აწვენენ, ეხმარებიან მათი პრობლემის გაშუქებაში და ხმის მიწვენაში, სადაც საჭიროა შედეგებზე არ ვილაპარაკოთ, თუმცა გაჟღერება ძალიან მნიშვნელოვანია. რა ხდება დღეს საქართველოში ამ კუთხით პრესის თავისუფლების? ნიკა, პრესის თავისუფლებაში აი მიკერძოებაზე რომ პატარა შენიშვნა თქვი, ხო? მე შენ გეთანხმები მაგაში, რომ ბოლომდე ობიექტური მედია დღეს საქართველოში თითქმის არ არსებობს. სატელევიზიო მედია ბეჭდურში ალბათ უფრო მეტნაკლებად ვიპოვით, მაგრამ პრესის თავისუფლებაში ზოგადად იგულისხმება მედია, რომელიც თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან. და როცა არსებობს მედია, სადაც ხელისუფლებას თავის აცეცებს, არაფათურებს, მაგ სიტუაციაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე თუ ისე ჯერ კიდე არა ვართ ბელარუსი, მაგრამ როგორც ხედავთ, რომ იყოს ქურთუ, აბარა. არც ვიცი მე სახელი. ანა. ხო, მაგრამ ყველა ქურთუთი მიცნობს, ასე რომ არ არის პრობლემა. ხო, აი მაგითი განსხვავდებით ბელარუსისგან და ქურთუმაც თქვა, რომ დახურული არხები, დახურული გადაცემები, მოგუდული მედია და არ ვიცი, სულ ზღაფავთ თავისუფალი სიტყვა საქართველოში, სულ ზღაფავს, იმიტომ რომ
თუ აქამდე რაიმეზე დგას ქართული დემოკრატიის ნიშნები, ვერ ვიტყვი რომ ეს დემოკრატია, ქართული დემოკრატიის ნიშნები, არის თავისუფალი მედია, რომელმაც საკუთარი რისკის ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის ფასადაც კი პირველში ვარ და შემიძლია ალექსო არ ვახსენო. ლაშქარავა სიცოცხლის ფასად, თავისი ჯანმრთელობის, ჩვენი, რა ვიცი, ოჯახების მიტოვების ფასად რაღაცნაირად ვცდილობთ ეს ციტატელი დავიცვათ. ვერ ვიტყვი რომ გადავარჩინეთ რაიმე, იმიტომ რომ ყოველწლიურად ყველა შედეგი უფრო უარესია, ყოველი წინა წელი უკეთესი იყო, ვიდრე შემდეგი დღე და შემდეგი წელი და ახლა აი ამ რეპორტიორების საზღვრების გარეშე ანგარიშმაც აჩვენა, რომ 11 პუნქტით ვარდნა აქვს საქართველოს მსოფლიო თავისუფალი პრესის რეიტინგში და ეს იცით რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ 114 ქვეყანას შორის 114-ები ვართ. ჩვენზე წინ არის სუდანი, მონღოლეთი. 23 წელს 77 ადგილას ვიყავით და ეხლა წარმოგიდგენთ რამხელა ვარდნა. ან მაშინ როცა დღევანდელი ხელისუფლება ამბობს, რომ აი წინა ხელისუფლების დროს რო იყო საცოდავი მედია, მაგაზე კარგად ხო ხართ მეტი რა გინდათო. არ იყო ასე. მე არ მახსენდება საკმაოდ ბევრი წლისა ვარ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დავიწყე ჟურნალისტად მუშაობა არც ერთ პერიოდში არ იყო მედია ხელისუფლების გავლენის სურვილებისგან თავისუფალი, მაგრამ სურვილი ყოველთვის აქვს ნებისმიერ ეპოქაში ხელისუფალს რომ მოგუდოს მედია, რა ვიცი, ტალეირანი, ჟოზეფ ფუშე, ნაპოლეონი, ჩერჩილი, ყველა მედიას ერჩოდა, რა ვიცი, ისტორია აჩვენებს რომ მედიას ერჩიან იმიტომ რომ მედია არის მოდარაჯე ძაღლი, აკონტროლოს ხელისუფლება, ჩაახედოს ის ნამდვილ სარკეში, დაანახოს მისი თავი და რა ვიცი, თუ ამ ხელისუფლებას აქვს უნარი შეისწოროს თავისი ნაკლი, გამოასწოროს, მაშინ მედიაც გაცილებით უფრო ქმედითი, ეფექტურია და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, რომ იმის ნაცვლად, რომ გამოასწორონ ის პრობლემები, რაზეც თუნდაც ყოველ შაბათს ნოდარ მელაძის საგამოძიებო რეპორტაჟებშია გაუგონარი კორუფციის შესახებ, ძალადობის, ზეწოლის, ხელისუფლების მოხვეჭის, მიტაცების შესახებ საუბარი, აი ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ მედიის დახურვას, მედიის განადგურებას, ჟურნალისტების მკვლელობას, დაჩაგვრას, მოსყიდვას. ეხლა დაპატიმრებას ალბათ პირველ რიგში როცა მზიას ქვეყანაში ვართ, მზია ამაღლობელის ქვეყანაში უკვე და რა ვიცი, კიდე არაერთ ჟურნალისტებს გვემუქრებიან ციხით და გუშინ მაგალითად ვიყავი პროცესზე, სადაც ნათია ქოქსაძეს ხედავდი საბრალდებო სკამზე, წარმოუდგენელია მართლა ნანუკა ჟორჟოლიდანთან რა ხდება ვნახეთ, მარიამ ბაჯელიძესთან, რომელსაც შეუვარდნენ სახლში და რუსთავიორმა და იმედმა მე სხვა არხები არ მინახავს არც კი აღნიშნა, რომ ორსულ მარიამ ბაჯელიძესთან, მცირეწლოვან შვილთან დილაუთენია, გამთენია შეუვარდნენ და დასტრესეს ბავშვი, ანუ იმ ფოტოს, იმ კადრის ნახვა, ბავშვი როგორ იფარებს საბანს, რომ რაღაცა მაინც დაიცვა, საბანმა მაინც აი ამ ცუდი ბიძიებისგან, ალბათ დარჩება საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცლად. და აი როგორ ფიქრობთ, არის ეს ის ზღვარი, როცა რაღაცა გარდატეხა უნდა მოხდეს, არის ეს ის სავალალო ზღვარი, როცა მაქსიმალურად იზღუდება თავისუფალი სიტყვა? ანუ აღარ ვიცი ზღვარი სად არის. ხო გეუბნებით, რომ მეგონა რომ ზღვარი იყო ლექსო ლაშქარავას სიკვდილი, ადამიანი ისე ცემეს, რომ ვერ გადარჩა. მუშაობა უნდა და კლინიკიდან გამოიქცა და რა ვიცი, 2 დღეში გარდაიცვალა. მაგის მერე რა ზღვარი, რაღა უნდა ყოფილიყო, მე ვერ წარმომიდგენია. მაშინ ჟურნალისტები გავედით ქუჩაში ტრიბუნასთან, სცენაზე და მიტინგი ჩავატარეთ. ესეთი რამე მე ვერ წარმომიდგენია. ჩემი ადგილი არის სტუდიაში, მიკროფონთან და უცებ აღმოჩნდი მიტინგზე. მეგონა რომ ამის იქეთ არაფერი აღარ მოხდებოდა და ახლა რას ვხედავთ, სადამდე მოვედით, ხო ხედავთ. არც ერთი მსხვერპლი აღარ არის საკმარისი ამ ხელისუფლებისთვის. ეს არის რეჟიმი, რომელსაც არაფერი არ ყოფნის, რა მათ დანაშაულებს ფსკერი არა აქვს, ჩახრეტილი აქვს ყველანაირი ზღვარი. ნამდვილად ასე. რუსუდანი. და პრესის დავეთანხმები და თან გავაგრძელებ. აი პრესის თავისუფლებაზე როცა ვსაუბრობთ და ყველა კანონზე, რომელიც გსხურდავს, ყველა გადაწყვეტილებაზე, ძალადობაზე კითხვებს ვსვამთ, ჩვენ ვიღებთ ხოლმე პასუხს, რომ აი დღეს საქართველოში იმაზე მეტად მარტივია მედიის შექმნა, დარეგისტრირება თუ რაღაც იურიდიული დეტალები, ვიდრე იყო წლების წინ და აი ნახეთ რამდენი მიკროფონი დევს. და ხო
და რამდენი კამერაა და სად არის პრესის თავისუფლება შეზღუდული და ეს სულაც არ არის ის თავისუფლება, რასაც გულისხმობს ეს სიტყვები. და წელსაც გასულ წელს და საერთოდ ხომ ყოველი წელი უფრო მეტი პრობლემით ხასიათდება და წელსაც კიდევ უფრო და თან ახალი პრობლემებით ვხვდებით, იმიტომ რომ ნაცემი დაზიანებული ჟურნალისტები ყავს პატიმარი ჟურნალისტი, ახალი კანონები, რომელიც გზღუდავს და ჩვენ შეიძლება ვიყოთ ამ ყველაფრის მსხვერპლები, მაგრამ ასევე მე ვფიქრობ, რომ და კიდევ ერთით ნაკლები და ალბათ ყველაზე მსუბუქია ერთით ნაკლები მედია, ასე რომ წარმოვაჩინოთ მთავარი არხის დახურვა, იმიტომ რომ ეს იყო ჩემ სამუშაო სივრცეში პარლამენტში მეგობრის დაკარგვა და მეგობრის დაკარგვა მაყურებლისთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ ვაშუქებთ და ჩვენ მაყურებელს მოქალაქეებს ვაჩვენებთ იმას, რასაც არ ისურვებს ხელისუფალი რომ მათ იცოდნენ და თუ კი ჩვენ დავიხურებით და გავჩუმდებით მოქალაქეებს ეცოდინებათ ის, რასაც აწვდის ხელისუფლება, შესაბამისად იქნებიან ინფორმაციის გარეშე, შესაბამისად არჩევანის გარეშე. და არჩევანის გარეშე საზოგადოებაში მოქალაქე, არ ვიცი, თავისუფლებაც ამ საზოგადოებაში მაშინ ილუზია იქნება და მე მგონია რომ ასევე საზოგადოებას მე ვფიქრობ, რომ საჭიროა საზოგადოებას ასევე მეტი მოთხოვნილება ჰქონდეს, მეტი მხარდაჭერა თავისუფალი მედიის მიმართ, იმიტომ რომ ეს მათთვის არის მნიშვნელოვანი. აი, რა მინდა კითხო, რომ შეხა ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს საქართველოს პარლამენტში, შეხა პირდაპირ შეხება იმ დეპუტაციასთან, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებას. კი, ფაქტობრივი მმართველობა აქვთ მათ. აი, როგორია მასთან ურთიერთობა? ეხლა რასაც ეკრანზე ვხედავთ ჩვენ ეკრანიდან, კი, ჩვენ რასაც ვხედავთ, მაგრამ ჩვენ რასაც ვერ ვხედავთ. ანუ იცი რა, პარლამენტში ზოგადად ქართული ოცნების დეპუტატებთან ურთიერთობა გართულდა ჯერ კიდევ 5 ივლისის შემდეგ. იმიტომ რომ მე ვიცი რომ 5 ივლისს როცა რუსთაველზე პარლამენტის წინ ხდებოდა ის რაც ხდებოდა დეპუტატები იყვნენ პარლამენტში და შემდგომ მე მქონდა რაღაც აი პიროვნული ბრაზიც მათ მიმართ იმიტომ რომ 24 საათი კვირაში 7 დღე ვართ მათთან ერთად ვმუშაობთ ერთ სივრცეში ვართ ვთანამშრომლობთ და აღმოჩნდა ისე რომ არც ერთმა არაფერი არ გააკეთა იმისთვის რომ ის არ მომხდარიყო მათი შენობის წინ მათი ფანჯრების წინ და გართულდა ეს ურთიერთობა რა თქმა უნდა მაგრამ რუსული კანონის შემდეგ უკვე მეორედ შემოტანის და აი უკვე ამ ბოლო პერიოდში იმდენად ემოციურად დამანგრეველია ეს რა თქმა უნდა რთული იყო ისედაც კრიტიკული მედიიდან ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და ურთიერთობა მაგრამ ახლა მთავარი არხის გარეშე პარლამენტში ფორმულას აქვს ასევე მცირე რესურსი და ხანდახან მათ გარეშეც ვართ არის რაღაცნაირად მგონია რომ უცხო სხეული ვარ მათთვის რომლებიც ისე უყურებენ ჩემს მიკროფონს ან თუ ვდგავარ მათთან სხვებთან ერთად კომენტარის ჩაწერის დროს ვცდილობენ რომ მე არ მომისმინონ თითქოს არ ესმით ჩემი კითხვა არადა იმ მომენტში უფრო მეტად მნიშვნელოვანი მგონია ჩემი როლიც მაგრამ აი ამ დროს კოლეგების მხრიდან თუ მაინც იგრძნობა მხარდაჭერა ეს შეიძლება სასაცილო ჭყელს მაგრამ რადგან ბევრწლიანი ურთიერთობა არხების ჟურნალისტებს გულისხმობ რა თქმა უნდა მაგრამ მაინც არის თუ არა რაღაც კოლეგები არიან ხო რაღაცა ფორმის მხარდაჭერა მაინც თუ არის ხო ბევრწლიანი ურთიერთობის შემდეგ შეიძლება რაღაც კოლეგიალობა შერჩენილი ყოფილიყო მაგრამ ახლა თითქმის არ არის მე ძალიან გულიმწყდება რომ ამას ვამბობ მაგრამ თითქმის არ არის ხო აი ყოფილა დღე, როცა მაგალითად ვთხოვთ პრესამსახურს, რომ იქნებ ვინმე ჩაგვაწერინო, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვაქვს უკვე ის ურთიერთობა, რომ რომელიმე დეპუტატთან მივიდე და ის ჩამეწეროს, მიწევს, რომ სადღაც დაველოდო, დავუდარაჯდე და შემდეგ გავედევნო, შემდეგ დამასამცირონ, მოკლედ ურთულესი პროცესია. და ხანდახან დღე არის, როცა მე ვითხოვ, რომ რომელიმე დეპუტატი ჩაგვაწერინო და აღმოვაჩენ, რომ სხვა არხებზე არიან დეპუტატები ჩაწერილები, ისე რომ მე საერთოდ არ ვიცი ამის შესახებ. ძალიან რთულია, ემოციურადაც ადესვეუბნებოდი, სანამ შემოვიდოდით, რომ აი დასტრესილი გამოვდივარ პარლამენტიდან ყოფილ დღე. ხო, წარმომიდგენია, ძალიან რთულია. მაგრამ ეს ის თემებია, რომ აი რაღაცა სიტყვები აღარ ყოფნის და რაღაც აი მართლა სასაცილოა. კი, და ეს პრობლემა ვამბობდა და თვითონ ალბათ ვერ იტყვის, იმიტომ რომ მაინც მართლა ყოველდღიურად უწევს ამ ადამიანებთან შეხვედრა. მე ჯერ ერთი ძალიან უფროსი ვარ ამაზე და მართლა ყველა ხელისუფლების პერიოდში მიმუშავია. ჩვენ ჟურნალისტები მაინც ვართ ვიყავით ერთი ოჯახი.
და საახალწლოდ ყველა არხის წარმომადგენელი ვიკრიბებოდით, ერთად ვკრებდით ფულს, ანუ ერთი საერთო რაღაცნაირი დახურული წრე არის ჩვენი ოჯახის შემადგენლობა. იყო ხო ხვდებით ანუ წარსულშიც მიჭირს ლაპარაკი. ახლა რას ვხედავ? აი იმ დღეს ვუყურებდი ნანუკა ჟორჟოლიანთან ჭხრეკაზე რო იყვნენ შესულები. ცალკე მოგუჩდნენ პოზიტივის, რუსთავიორის და იმედის და პირველი არხის ჟურნალისტები. და რაღაცებს პუტუნით და დადგნენ პოლიციასთან. ანუ წარმოგიდგენიათ თქვენ? პოლიციის ფარი აიფარეს და აკეთებდნენ ყველანაირ საზისხრობას და მე ეს ყველაფერი ღამე გავუშვეს ეთერში და არ დაგავიწყდეთ. იქ დახვდათ პროდიუსერები, რომლებიც თავის დროზე ზუსტად იმ ფოტოგრაფებს, რომელსაც ახლა ეგრეთ წოდებული ვითომ კომისია უსმენს, აგენტებს ეძახდნენ და კრძალავდნენ მათი მხარდაჭერისთვის რაიმე აქციის ჩატარებას და გეუბნებოდნენ, რომ რა გინდა შენ გონია აგენტები არ არიან და ასე შემდეგ. და ეხლა გამოდიან და თქვენო გესმითო რა სყვებიან ესენიო? და ის ფოტოგრაფები სხვათა შორის ხმას არ იღებენ, ახლა მათ თვალწინ ასისხლიანებენ მათივე კოლეგებს, ყველას აგენტებს უწოდებენ და არც გიორგი აბდალაძე და არც რა ქვია მირაკლი გედელიძე ხმას არ იღებს და არც მისი მეუღლე ნათია. ხმას არ იღებს, ანუ მთელ საქართველოს დანარჩენ 50%-ს მეც თუ არა გვიწოდებენ აგენტებს და მათ ეს არ აწუხებთ. ჩემთვის ეს ადამიანობის განადგურება წარმოუდგენელი, ეს ხო არ არის პრესის თავისუფლება, ან ჟურნალისტიკა, არა, ჩვენ ადამიანში ადამიანის მკვლელობა და გარდაცვალება არის. ეს არის ყველაზე მტკივნეული აქ. ასე არც ერთი ხელისუფლების, არც ერთი კრიზისის დროს არ მოქცეულა ჟურნალისტი. აი ასეთი გარღვევა შიგნით ოჯახში, ასეთი ზნედაცემულობა არ გამოუხატავს. ეს არის ყველაზე, ეს არის საბჭოთა მიდგომები. ეს არის 37 წელი როცა ამბობენ, რატო ადარებთ იქ ხო დახვრეტა იყო, ახლა ნელი სიკვდილით ვკლავენ. და მაშინ რა პირდაპირ ტყვიას გესროდნენ. უკეთესი კი არ არის ან ერთი ან მეორე. მაგრამ ესეც მკვლელობაა, რასაც ახლა აკეთებენ. აბსოლუტურად არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. ეკა თუ არ გვიწყენ ერთი ჩართვა გვექნება, ცოტა დაგაყოვნეთ ბოდიშოთი, ბათუმიდან გვექნება ერთი ჩართვა და მე აუცილებლად დაგიბრუნდებით. ჟურნალისტი ზიანაღლობელზე ვილაპარაკეთ და არ შეიძლება რომ ბათუმელები არ ჩაგვერთონ, ხო? რა თქმა უნდა, აუცილებლად. ჟურნალისტი ანანიძე არის ჩვენთან ხაზზე, რომელიც ონლაინ მედია ბათუმელებს წარმოადგენს. გამარჯობა, მოგესალმებით და დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ხართ ჩვენთან პირდაპირ ეთერში. ორგანიზაცია მოგესალმებით. დიახ. გესმით ჩვენ? მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით. პრესის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ დღეს. დიახ. თქვენ ხართ ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელიც არის წარმოადგენთ ორგანიზაციას, რომლის ხელმძღვანელიც არის ზია ამაღლობელი და არის პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი, ქალბატონი, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში აშუქებდა მხოლოდ სიმართლეს. აი, მართლა რომ გადახედო, ამას არ ჭირდება დიდი რაღაც გარკვევა და ცოდნა და სიმართლისთვის. მხოლოდ და მხოლოდ სიმართლისთვის. როგორ დღეშია დღეს პრესის თავისუფლება? ეს ამბავიც ადასტურებს აჩვენებს თქვენ ყველაზე მკაფიოდ იმას, თუ რა დღეშიც არის პრესის თავისუფლება საქართველოში, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ წლების განმავლობაში ტენდენციებს, როგორ ებრძოდა ქართული ოცნების ხელისუფლება პრესას, თავისუფალ მედიას, ამა თუ იმ ფორმით, ხო? თქვათ, მე მახსოვს წინა ეთერები, წინა წლების ეთერები, წლების წინ, მე 2004 წლიდან ვარ ჟურნალისტიკაში. როცა ამბობდით, რომ აი ეხლა საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდიან კონკრეტული საჯარო უწყებები, ან შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო დაიხურა და საჯარო ინფორმაციას არ გასცემს მაგალითად, ხო? ან დაგვიანებით გასცემს, ან არასრულფასოვნად და არასრულყოფილად გასცემს ამ ინფორმაციას. ან ქონა მომენტები, როცა აღნიშნავდით, რომ აი კომენტარებს ვერ ვიღებთ, ან სხდომები მთავრობაში, თქვა აჭარის მთავრობაში დახურული გახდა. დღეს ჩვენ პირდაპირ ვხედავთ გაცხადებულ სურვილს, რომ უნდა რომ გააქროს აი რეჟიმა, რომელიც ცდილობს აქტიურად რაღაც დიქტატურის დამყარებას და ყოველ შემთხვევაში ავტორიტარიზმის კონსოლიდირებას ქვეყანაში, გააქროს თავისუფალი პრესა. და ჩვენ ვხედავთ ამის დაუფარავ მცდელობებს და ამის მაგალითია მათ შორის როგორც ფიზიკური ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე, რაც იგივე პირველი შემთხვევაში მოხდა, ხო, მათ შორის პირდაპირ გადასაღებ მოედანზე და მე პირადად ასე ვფიქრობ, რომ 2021 წლის 5 ივლისი არის წყალგამყოფი ამ დამოკიდებულების, როცა პირდაპირ გაცხადდა ქართული ოცნების რეჟიმის დამოკიდებულება, რომ მას
მოუნდა პირდაპირ გაეკრო და ყველარი მეთოდით, ყველარი საშუალებით ჩაეხშო კრიტიკული მედია, კრიტიკული სიტყვა ამ ქვეყანაში და 5 ივლისს როცა ათეულობით ჟურნალისტი გახდა ფიზიკური ანგარიშსწორების ამისზე, ჩვენ ვიცით რომ სწორედ ამ ძალადობის შემდეგ დაიღუპა კიდევაც ლექსო ლაშქარავა, ხო, ტელეპირველის ოპერატორი. და მას შემდეგ ჩვენ ვხედავთ არაერთ შემთხვევას, როგორ უსწორდებიან ჟურნალისტებს, ვხედავთ ვიზავიმართულ კამპანიებს, როგორ ცდილობს ტროლების ქარხანა, რომ თქვა შეესწიონ ამა თუ მედიას, ან ცალკეული ჟურნალისტს, ან ცალკეული თემის გაშუქების შემთხვევაში, როგორ ცდილობენ მიითვისონ სადისკუსიო სივრცე ჯერ ერთი ტროლებმა. და მეორეს მხრივ დემონიზაცია მოახდინონ ჟურნალისტების, ხო? აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ საჯარო ინფორმაციას ვერ ვიღებთ ან კომენტარებს ვერ ვიღებთ. მაგათ მქონდა ისეთი შემთხვევაც, რომ ბათუმის მერიაში როცა იყო საჯარო შეხვედრა, სულ ახლა ხანს თებერვალში და განიხილებოდა უსაფკაროების საკითხი, აღარ შემიშვეს ამ შეხვედრაზე. მოსავალს თქვენ ამ შეხვედრაზე ვერ შემოხვალთ. თან ამაზე არავის პასუხი არ გაუწია, რატომ შეიძლება ეგ ვერ შევსვათ. თან აჭარის ტელევიზია იღებდა ამ შეხვედრას, იქ იყო შეგით ამ შეხვედრაზე. და აღარ შეგვისვა შეხვედრაზე. ან დღეს უკვე ჩვენ ვხედავთ პირდაპირ დაუფარავ მაგალითებს, როგორ ანადგურებს მედიას ქართული ოცნება და ამ სიმბოლური მაგალითი ალბათ ყველაზე მეტად მართლაც არის მზიამაღლებელი შემთხვევა, რომელიც შეიძლება ითქვას პირდაპირ ასევე რომ ის არის უკანონო პატიმრობაში, რადგანაც გარდა იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ როგორ ცრუობენ პოლიციელები და თუ თქვენ თვალს ადევნებთ პროცესს, მზიამაღლებელი სასამართლო პროცესს და ეს ჩვენს გვერდებზეც ვაქვეყნებთ ამ ინფორმაციას და თქვენს ვიცით რომ აქტიურად აშუქებთ ამ პროცესებს. როგორ ურთიერთსაწინააღმდეგოა ეს ჩვენებები, ხო? როგორ ცრუობენ არა მარტო პოლიციელები, არამედ პოლიციის უფროსიც კი. თქვა გრიგოლ ბესელი, რომელიც ამ დრომდე იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, როცა 28 აპრილს მისცა ჩვენება სასამართლოს, მან თქვა, რომ მზიამაღლებელის წინააღმდეგ თავდაპირველად შედგა უქმი სტიკერის გაკვრის გამო, მაშინ როცა ბუნებაში 28 აპრილისთვის ყოველ შემთხვევაში ასეთი უქმი არ არსებობდა, ანუ გაყალბდა ეს უქმი, ანუ პოლიციელებმა გამოიგონეს ფაქტი, ის ფაქტი, რომლის გამოც მათ დააკავეს მზიამაღლობელი. ამ მზიამაღლობელს ჩვენ ხედავთ უწყვეტი საპროტესტო აქციის კადრებში, რომ ის დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო მართლაც, ეს ჩანს კადრებში, რომ მას აკავებს გრიგოლ ბესელი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი, თუმცა უქმეებში სულ სხვა რამ ჩაწერეს. ჩაწერეს, რომ ის დააკავეს არა სტიკერის გაკვრის გამო, არამედ დააკავეს თითქოს იმის გამო, რომ პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას და მათ უწევდა წინააღმდეგობას. ან ასევე დააკავა გრიგოლ ბესელიამ კი არა, სხვა პოლიციელმა გოჩავანაძემ. და ეს დაჭირდა თქვათ იმისთვის, რომ 151 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სტიკერის გაკვრისთვის პასუხისმგებლობას, საერთოდ არ ითვალისწინებს პირის დაკავებას. ანუ პოლიციას არ ჰქონდათ არავისი დაკავების უფლება იმის გამო, რომ თქვათ ვიღაცამ სტიკერი გააკრა სადღაც. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ღობეზე, როგორც ეს მზიამაღლებელმა გააკეთა მანამდე აქტივისტმა, ხო, ციალკართამიძემ, რომელმაც ჩუსტრის შენობის შესასვლელში დააკრა სტიკერი იფიცება საქართველოს. და სწორედ ამის შემდეგ მივიდა მზიამაღლებელი აქციის, ის აქციის მონაწილეც კი არ ყოფილა, იმიტომ რომ ის აღშფოთდა იმის გამო, რომ გამოხატვის თავისუფლება დაინახა მზიამაღლებელმა პირდაპირ საფრთხის წინაშე, როცა ადამიანებს აკავებენ იმის გამო, რომ ისინი სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლების უფლებით და პოლიციელები ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან ადამიანის უფლებები, პირიქით ძალადობენ ადამიანებს და უკანონოდ აკავებენ. ამის შემდეგ აკრავს დემონსტრაციულად მზიამაღლებელი შუსტრის ღობეზე სტიკერს იფიცება საქართველოს, მაგრამ დღემდე 28 აპრილს ყოველ შემთხვევაში როცა ჩვენება მისცა გრიგოლ ბესელიამ სასამართლოს, ესეთი ოქმი რომ სტიკერის გაკვრის გამო დავაკავეთ მზიამაღლებელიო, პოლიცია შედგენილი არ ქონია. მზიამაღლებელი ადმინისტრაციული წესით გაყალბებული ოქმის საფუძველზე გაასამართლეს და სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე ის ამ დრომდე მზიამაღლებელი წესია და აუცილებლად გეთანხმებით მზიამაღლობელის მაგალითი არის ნამდვილად კაფიო მაგალითი უსამართლობისა. მე უბრალოდ აი მაინტერესებს 5 ივლისი ახსენეთ თქვენ საუბრისას. აი როგორ ფიქრობთ, პირობითად უნდა გაგვეკეთებინათ თუ არა უფრო მეტი 5 ივლისი, ანუ გარდა იმისა, რაც გაკეთდა, დაუშვათ გავიზიარეთ, გავაპროტესტეთ, მწუხარება გავიზიარეთ და ასე შემდეგ. იმაზე მეტი ნაბიჯით უნდა გადაგვედგა, ან იქვე თუ უნდა დაგვეწყო რაღაც კონკრეტული მოთხოვნები, პროტესტები და ასე შემდეგ. ვიდრე გაკეთდა, სად რა დავაკელით თუ დავაკელით? ბუნებრივია, მე ვფიქრობ, რომ სოლიდარობა არის ყველაზე დიდი ძალა ნებისმიერი ჯგუფის, ნებისმიერი საზოგადოებრივი ჯგუფის ხელში, მათ შორის მედიის ხელში და უფრო მეტად რაღაც ამ სოლიდარობის გამოვლენა, კონსოლიდირება მათ შორის ჟურნალისტებს შორის და მოთხოვნების გააქტიურება და ბრძოლა თამდევრული იქნებოდა ბევრად უფრო ეფექტური და რაც თავარია მედიისთვის
პირველი პარტნიორი და პარტნიორი მისთვის უნდა იყოს საზოგადოება, ხო? ჩვენ მუშაობთ მაყურებლებისთვის, მკითხველისთვის და მეტი კომუნიკაცია ადამიანებთან, მათ შორის იმ კუთხით, რომ მათ დაინახონ თუ როგორ იქნება ჩვენი ქვეყანა კრიტიკული მედიის გარეშე. მე ვფიქრობ, რომ დღესაც ესმის საკმაოდ კარგად საზოგადოებას ამის ნათელი მაგალითი არის სწორედ ის, რომ მიუხედავად ძალიან დიდი აქტიური კამპანიისა, რასაც აკეთებს ქართული ოცნება, რომ აი შეაძულოს ჟურნალისტები ადამიანებს. პროპაგანდა ძალიან მუშაობს და ტროლები და ბოტები საკმაოდ არც ისე სასაცილო და არასერიოზული საკითხი, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენენ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ვერ მოახერხეს. დემონიზება ჟურნალისტების მაინც ვერ მოახერხეს. ამიტომ დასჭირდათ ეს რუსული კანონი, რომ აიკაფათ მედია პირდაპირ. მადლობა. თქვენ აი ერთსაც ვიკითხავ, თუ შეიძლება თქვენ ახსენეთ, რომ აი რა შეიძლება მოხდეს, რომ თქვათ გაქრეს თავისუფალი მედია და გადაცემები, აი როგორ შეეხება თითოეულ მოქალაქეს. კი, შეიძლება ისიც ახსენეთ, რომ საზოგადოება ხვდება ამას, რა შეიძლება მოყვესო, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბოლომდე ვერ ხვდებით და ვერ გვაქვს გააზრებული, რა შეიძლება მოყვეს არა ზოგადად საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, რა შეიძლება მოიტანოს, რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს საზოგადოება და ერი. ხო, ნუ ფაქტია, რომ ეხა არ ვიცი ამის შემდეგ რა იქნება, ეს ბელარუსია თუ პირდაპირ რუსეთი, თუ ჩრდილოეთ კორეა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტიპის საზოგადოება, სადაც არ იქნება და არ იქნება კრიტიკული მედია, სადაც არ იქნება დამოუკიდებელი მედია, მას არაფერი საერთო არ იქნება დემოკრატიასთან. ხო, ანუ ყოველგვარი დემოკრატიული განვითარების პირობა დამთავრდება და დასამართდება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ შეუძლებელია რაღაც განვითარდეს სწორად მედიის გარეშე. ყოველ შემთხვევაში არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ განვითარებულა მედიის გარეშე. მე რა მინდა ვთქვა, იცით, რომ საზოგადოების ის ნაწილია მაინც უფრო მოწყვლადი, რომელიც არის პირდაპირ დამოკიდებული ქართულ ოცნებას, ხელისუფლებაზე. ხო, ჩვენ ვიცით, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პირდაპირ სიღარიბე გაიხადა თავის პარტნიორად ქართულმა ოცნებამ. ხო, ჩვენ ნახეთ იგივე სოცდაუცველები, მათ შორის სოფლების დონეზე როგორი სქემა ამუშავეს წინასაარჩევნოდ, როცა დაასაქმეს თითქოს ეს სოცდაუცველები 300 ლარიანი პროგრამის ფარგლებში, მაგალითად, ქედაში, სოფელ წონიარიში საბჭოთა ტანკს ორი დამლაგებელი ხავს, ან კონკრეტულ სოფელში თქვათ ჯოკერი სათამაშო ადგილს ალაგებს დამლაგებელი რაღაც 5 წუთის განმავლობაში, ან ადამიანი მუშაობს კვირაში ერთი დღე რო სოფლის გზა დაალაგოს, თქვათ იქ ფოთოლი თუ ჩამოვარდება ან რაღაც თუ იქნება და ეს ადამიანები ხვდებიან, რომ არიან ფორმალურად დასაქმებულები. ხო, ჩვენ ამ ყველაფერს ვაშუქებთ აქტიურად და ეს ჩანდა სქემა როგორ მიიბა, როგორ გახადა მასე დამოკიდებული და რა მინდა ვთქვა, იცით, რომ აი ბოლო შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ბათუმში ოცნების დასახლებაში, ყველა მიცით ეს ამბავი, ოცნების ქალაქის დასახლებაში, როცა დაიღუპა ორი ბავშვი. და როცა იქ მივედით კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და დავსვით ეს შეკითხვები, რატომ არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები, როცა იქ დაიწყო კორპუსების მშენებლობა აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ, ბარაკებში მცხოვრებ მოქალაქეებისთვის და აკეთებდა ამ ყველაფერს ისე, რომ ელემენტარული უსაფრთხოების ღობეც კი არ იყო შემოვლებული, ხო? და როცა ჩვენ მივედით ამ ადგილზე, მაშინ მოქალაქეები იყვნენ აღშფოთებულები, მათი რეპლიკები, რეაქციები, კომენტარები იყო სწორედ ადეკვატური. ისინი სვამდნენ ამ შეკითხვებს, ითხოვდნენ ხელისუფლების პასუხისმგებლობას და ხო, ისინი რო ხედავდნენ ჩვენ ჟურნალისტებს პარტნიორებად, აი ეს ჩანდა პირველი რამდენიმე წუთი. შემდეგ როგორც კი მოვიდა ქართული ოცნების წარმომადგენლები, მათ შორის აჭარის ეკონომიკის მინისტრი და ქართული ოცნების ესეთი რამდენიმე ცნობილი სახე, ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი ჩვენს თავს გვარიგდებდნენ და დავინახეთ უკვე როგორ დაორგანიზდა უცებ იქ თემი. რომ ჩვენ გამოვიყარეთ პირდაპირ მნიშვნელობით, არ მოიცათ საშუალება თავად მოქალაქეებს, რომ ჩვენი გვემუშავა და დაგვესვა კითხვები მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. და გამოძებნეს უკვე ისეთი მათ შორის ოცნების კოორდინატორები, ვინც დასახლებაში ცხოვრობს, ან კონკრეტული პირები, ან პარტიული აქტივი, რომლებიც დაორგანიზეს და მოიყვანეს. და დადგეს ესეთი სცენა გაითამაშეს, რომ აი ხა ჩვენ აქ არ გვჭირდება არავითარ შემთხვევაში ჟურნალისტები, თქვენ და მოშორეთ აქაურობას და იქაც კიდევ ერთ დაძაბულობის კერა შექმნეს და ამის საფუძველი რა იყო, რომ მე შენ ბინას გაძლევ, ხო, ხო ეს განცდა ძალიან ნაკლებია ჩვენ საზოგადოებაში, რომ ეს სახელმწიფო ფული, ხალხის ფულია და მე თუ ბინას მიშენებს ვინმე ეს
ეს განსაზღვრული უნდა იყოს ბიუჯეტი და ბიუჯეტის ფულით კეთდება ეს, ხო? და არა ხელისუფლების კეთილინება და ხელისუფლება თავის ჯიბიდან იღებს რაღაცას. და მოქალაქეების რაღაც ნაწილი აღმოჩნდა ძალიან სრულად მოწყვლადი პირდაპირ მნიშვნელობით იმ კუთხით, რომ მე ხარ თუ კი არ შევასრულებ ამ დაკვეთას და დავალებას და ამ ჟურნალისტებს არ გავყრი ამ ტერიტორიიდან და არ შეუზღუდავ მათ პროფესიულ საქმიანობას, მაშინ შეიძლება ბინა ვეღარ მივიღო. ხო, ანუ აქ ძალიან რთული საკითხი, მაშინ როცა ესეთი ღარიბია ქვეყანა და ვიცით რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და რამდენი ღარიბი გვყავს, ხო, 250,000-ზე მეტი ღარიბი ბავშვი გვყავს, მარტო რომელიც შემწეობაზეა დამოკიდებული. ამ სიტუაციაში ბუნებრივია აქვს რაღაც მექანიზმები ოცნებას, რომ მათ შორის დაუპირისპირდეს დამოკიდებელ მედიას. თორემ მე ძალიან ბევრს დავდივარ სოფლებში, მათ შორის მედიასაც აქვს ძალიან ბევრი სამუშაო, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას და გავხადოთ სწორად ინფორმირებული. ორგანიზებულობა, თქვა როცა დავდივარ სოფლებში, თქვა აჭარის სოფლებში, ან ბათუმის ქუჩებში, როცა მაქვს იგივე გამოკითხვა სხვადასხვა თემაზე, რამდენიმე დღეს მქონდა გამოკითხვა ვოქსპოპი, აი უგუზომი მოსვლის შეჩერებაზე. იქ არანაირად არ მიგძუნია ეს დამოკიდებულება, რომ აი მედია რაღაც დემონია, რომ მედია თურმე აგენტია, რომ აი თქვენ ახლა აგენტი ხართ და ამიტომ მისვამთ ამ შეკითხვაზე. ესეთი მსგავსი რამ არც ერთი მოქალაქისგან მე ბუნებრივად არ მომისმენია, ხო? ბუნებრივია თუ არ არის ეს ორგანიზებული ხასიათი თუ არ აქვს ამას. ხელოვნურად ერევიან. ძალიან დიდი მადლობა მოგკითხა. ბათუმს და ყველა თანამებრძოლს ჩვენი სოლიდარობა მზია ამაღლობს და სისტემის ყველა უდანაშაულო პატიმას რა თქმა უნდა და ძალიან მალე შევხვდებით მზიასაც და დანარჩენებსაც ერთად ვიმედოვნებთ. დიდი მადლობა ჯაბა. მადლობა ჯაბა. ხო და გადავიდეთ ბატონე კასთან, რომელიც დიდი ხანია გველოდება და ბოდიში უკვე მოვიხარ კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და მადლობა მობრძანებისთვის. პირიქით მადლობა მოპატიჟებისთვის. საბუთში ნამდვილად არაფერია. ჟურნალისტებმა უნდა ისაუბრონ დღეს პრესის მსოფლიო თავისუფლების დღეა. ძალიან მნიშვნელოვანი დღე დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის და მე მინდა მოგილოცოთ თქვენ, მივულოცო ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებების დემოკრატიის შენარჩუნებას ემსახურება ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ მედია ხომ სწორედ ამისთვის არის და ერთ-ერთი ფუნდამენტია დემოკრატიის. შესაბამისად და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს გვყავს პატიმარი ჟურნალისტი, რომელიც არაერთხელ ახსენეს დღეს სტუმრებმაც და მინდა სოლიდარობა გამოუცხადო მზია ამაღლობელს, თავისუფლება მზიას და დავიწყებ იმითი, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ კვლევით შეიძლება ვიცოდეთ თქვენ ორგანიზაციამ გააკეთა კვლევა მაისიდან მაისამდე. უკვე 2024 წლიდან აკვირდება, 2024 წლის იანვრიდან აკვირდება, სწავლობს და აღრიცხავს სხვადასხვა შემთხვევებს, რომელიც ჟურნალისტების უფლებების შელახვას გულისხმობს სხვადასხვა ფორმით და ჩვენ ბოლო 1 წლის სტატისტიკა, რომელიც შევაჯამეთ, გვაჩვენებს, რომ 340-ზე მეტი შემთხვევა ბოლო 1 წლის განმავლობაში ჟურნალისტების სხვადასხვა ფორმით ჟურნალისტებზე თავდასხმის ჟურნალისტების უფლებების შელახვის. აქედან მხოლოდ შეგეძლოთ და სხვა განვითარებულ ქვეყნებს რო შევედაროთ ახლა, ევროპულ ქვეყნებს თუნდაც. იქ როგორ არის სტატისტიკა დაახლოებით? დაახლოებით ის რაღაცში პირველები ვართ აქ. მოწინავე ადგილი გვიკავია და ამას აჩვენებს რეპორტერების საზღვრების გარეშე ჩვენი მდგომარეობა 180 ქვეყანას შორის უკვე აღინიშნა დღეს თეამ აღნიშნა 114 ადგილზე ვართ ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს არის 37 ადგილით ვარდნა რაც ნამდვილად სავალალო მდგომარეობა და მივიწევთ ნელ-ნელა უკან და სწორედ ეს თუნდაც ის რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში 11 გულით დაეცა ხომ 103-დან 11 ადგილით დავარდა უფრო სწორად 11 ადგილით უკან გადავინაცვლეთ ეს სწორედ ასახავს პირდაპირ პროპორციულია იმ ჩვენი სტატისტიკის ასე ვთქვათ ხო აი მარტო რომ ვთქვათ 28 ნოემბრიდან დღემდე პროევროპული პროტესტის დაწყებიდან დღემდე რომ შევაჯამოთ არა მხოლოდ აქციებზე არამედ ზოგადად
პროტესტის პერიოდში 170 შემთხვევა აღვიწყეთ ჩვენ ინციდენტი, რომელიც მოიაზრებს ისეთ შემთხვევებს, როგორიც არის თქვათ იგივე ფიზიკური ძალადობა, გადაღების აკრძალვა, დაპატიმრება, 13 შემთხვევა იყო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ დაკავების უბრალოდ ბოდიში და აქედან ერთი ჟურნალისტი დღემდე პატიმრობაში იმყოფება. ეს საყოველთაოდ ცნობილია. ასევე 34 შემთხვევა არის ჯარიმის გამოწერის აქციების გაშუქების პროცესში. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ჟურნალისტს ჯარიმა მოეხსნა, ზოგიერთის საქმე განხილვაშია, აი გუშინ იყო სწორედ ნათიელგოგსაძის საქმის განხილვა, მაგრამ ამის და მიუხედავად ის ფაქტი, რომ ჟურნალისტები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, აშუქებენ, სამსახურია, ხო? ეს არის მათი სამსახური, რომ მათ მოყვნენ ამბავი აქციიდან. მათ გვაჩვენონ რა ხდება აქციაზე, ხო? ანუ აი ამ თავიანთი ელემენტარული საქმის შესრულების გამო მათ უწერენ ჯარიმებს, მათ უწევთ სასამართლოსთან ურთიერთობა, უწევთ საჩივრის მომზადება, ანუ ყველაფერი ეს ბიუროკრატია, რომელიც მათ წნეხად აწვება, აფერხებს მათ საქმიანობას. ასევე იყო ერთი შემთხვევა, როცა ჟურნალისტმა გადაიხადა, მოუწია უბრალოდ ორგანიზაციამ გადაიხადა მისი ჯარიმა, უბრალოდ სხვანაირად არ გამოდიოდა, იმიტომ რომ ნუ მოკლედ აღარ გავაგრძელებ ამ თემას, მაგრამ ნუ ასეთი შემთხვევაც იყო. და ეს არის სერიოზული სტრესი ჟურნალისტებისთვის. არის შემთხვევები, როდესაც თქვათ ნაცვლად ერთი თვისა და სწრაფი განხილვისა, თქვათ, ხო? ანუ მათი საქმეები, განხილვის საქმეები თვეების განმავლობაში იწელება. ხო, ნათია საქმეც მაგალითად გუშინ გადაიდო 21 მაისამდე. და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ვერც უნდა გავიდეს ქვეყნის გარეთ, ხო? ზღუდავენ ყველანაირად და აშინებენ და დამოკლეს מחვილივით ჩამოკიდეს. ეს არის ემოციური სტრესი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა მომენტში შეიძლება შენ ბეიჯი სულ არ გამოჩნდეს, ხო? უცბად იმ ჩანაწერში ან ასე შემდეგ. მოკლედ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ანუ შენ სტრესის ქვეშ ხარ, იმიტომ რომ შენ გაქვს შენს წინააღმდეგ აღძრულია საქმე. ხოდა რატომღაც თან სულის ეხება, რომ მხოლოდ ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები არიან ეს დაჯარიმებულები და ნაცემები და ასევე ონლაინ მედიების წარმომადგენლები, არა მხოლოდ მაუწყებლები, არამედ ოფისგან დამოუკიდებელი. ჯერ არ ყოფილა არც ერთი დამოუკიდებელი მედიების, ისინი რომლებიც ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ მედიებში არ მუშაობენ. არასდროს გილასგანა, კაცო, ისინი დგანან იქ ამაზად კარგად. ვერ ისწავლეთ რა. არა, და არც ერთი დასჯილი ამ დროს მოძალადე მისი სამიზნეც გახდა ჩვენი პირველი არხის ჩართვის თანამშრომელის ცემეს ძალიან და თვითონი არ გააშუქეს მე ეს ფაქტი, ხო გახსოვთ? ხო, ეგეც ძალიან უცნაურია. ერთ-ერთი პროპაგანდისტული მედიის ძმა დაიჭირეს და დაამხმავე რა მოიღო, ვერაფერი ვერ თქვა, ხალხოსით რამე გაგიქიათ საათმე რაღაც ისტორიული მოვლენებია, ჩასაწერია ეს ყველაფერი. ჩვენ ახლა ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელზეც მე აუცილებლად სახელმძღვანელოებში მოყვებიან, იმიტომ რომ დასკვნის სახით მინდა ვთქვა, შეიძლება ავტოკრატიამ, ტოტალიტარიზმმა რაღაცა ბრძოლა მოიგოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ომს აგებს თავისუფალ ღია საზოგადოებასთან, სამყაროსთან, დემოკრატიასთან. იმ ქურდ ჩინოვნიკებსაც კი თავისი დაგროვილი ქონების შენახვა არ უნდათ უსამართლო გარემოში, სადაც არც სასამართლო, არც თავისუფალი მედია, არც თავისუფალი ბიზნესი არ არსებობს და ვერ სულდგმულობს. ისიც წავედა თავისუფალ სამყაროში. ბიძინა ივანიშვილის ქონებას გადავხედოთ, ხო, სად არის დაბანდებული, სად არის დაცული თავისუფალ გარემოში და შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად მოკვდება ტოტალიტარიზმი თავისუფლების ხელით, აუცილებლად. უბრალოდ ამას ჭირდება ახლა გაძლება დრო და ძალიან რუსული მეთოდია და მოდელია ეს ყველაფერი. 2012 წელს როცა რუსეთში მიიღეს რუსული ადგილობრივი კანონი აგენტების შესახებ, ინო აგენტების კანონს ეძახიან, ის თავიდან ასევე გამჭვირვალობის საფარქვეში შემოვიდა და მე ხუმრობდნენ, იცინოდნენ იქაური საზოგადოებრივი მაუწყებლის თუ სხვადასხვა ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები, მათ შორის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომ აი ჩვენ აგენტი ვარ და ეს რაღაცა ეგრეთ წოდებული სლენგის ენაზე რო ვთქვათ, საღადაო თემად რო ჰქონდათ.
მერე აი ამ კანონმა ისე იმუშავა, ისე იმოქმედა, ისე მოუჭირეს და ისე გააკეთეს ეს ყველაფერი მთელი ამ 12 წლის განმავლობაში, ახლა არც ერთი მედია საშუალება არ არსებობს რუსეთში, რომელიც თავისუფლად ფუნქციონირებს. მურატოვის შემთხვევა გავიხსენოთ, რომელიც არ მიდის რუსეთიდან, მაინც იქ ცდილობს დარჩეს თავის სამშობლოში, მაგრამ საზღვარგარეთ ამუშავებს ნოვაია გაზეტასთან. წარმოუდგენელ მეთოდებს იგონებს რუსული საზოგადოება თუ სადმე დარჩა რუსეთში, რომ საზღვარგარეთიდან მაინც ამუშავებს. ის არის 100 მილიონი, 150 მილიონიანი ქვეყანა და ჩვენ 3 მილიონი ნახევრიანმა აუდიტორიამ როგორ უნდა გადავირჩინოთ ჩვენი თავი. ჩვენ ახლა მთავარი არხის დახურვის შემდეგ მე და ნათია გოგსაძემ გადავწყვიტეთ, რომ რაღაცნაირად ვერ გავჩერდებოდით სახლში, როცა ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ ხდება, როცა მსოფლიოში ასეთი რამ ხდება და შევქმნით ონლაინ პლატფორმა YouTube არხი on time დავარქვით, იმიტომ რომ ხო კავშირშია ხო online on time on air რაღაცა სატელევიზიო სიტყვარი და ასე გადარჩენის ფორმა ვიპოვეთ, მაგრამ ეს ხო რეალურად ძალიან მცირე მასშტაბის გადარჩენა არის. ჩვენ საზოგადოებას მათ განსაკუთრებით რეგიონებში ხო ტელევიზორში უნდა რომ გნახონ, გიყურონ, მოგისმინონ, შენგან მოისმინონ, ალტერნატიული აზრი მოისმინონ. არა მხოლოდ იმედიის, რუსთავიორის პროპაგანდისტების, ბიძინა ივანიშვილის სახე რო არ დაინახონ, ხო უნდათ რომ რაღაცა მრავალფეროვნება ქონდეთ. კი, და აი ჩემი ბოლო შეკითხვა იქნება ყველასთან, სწორედ ის თუ როგორ უნდა გადავრჩეთ. რომ უნდა გადავრჩეთ, ფაქტია, რა თქმა უნდა და გადავრჩებით, მაგრამ რა გზა უნდა გავიაროთ ამისთვის, რა უნდა მოვიმოქმედოთ, რა ნაბიჯებია საჭირო, როგორ უნდა გადარჩეს თავისუფალი სიტყვა. სამინისტროს მოცეს. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად გადარჩება და თავისუფალ სიტყვას საზოგადოებაში რა მეთოდითაც არ უნდა დაუპირისპირდე, მას ვერ დაამარცხებ. აი, მთავარი არხის ჟურნალისტების, ამ შემთხვევაში on time-ის ჟურნალისტების მაგალითი, ამის დასტურია, გააქროფ ერთ სივრცეს, აუცილებლად გაჩნდება სხვა ალტერნატიული სივრცე და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე პროფესიაში დარჩებიან მთავარი არხის სხვა ჟურნალისტებიც, რომელთა გარეშეც ეს პროფესიაც ვერ წარმოგვიდგენია ვერავის კოლეგებს. გადავრჩებით აუცილებლად, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ მეტი სოლიდარობაა საჭირო ერთმანეთის მიმართ მედიაში და მეტი სოლიდარობა მოქალაქეების მხრიდან. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ მოქალაქეების სოლიდარობა აქვს მედიას, აქვს მედიის მოქალაქეებმა ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით, ეს არ არის მხოლოდ ჩემი სუბიექტური დაკვირვება, უფრო მეტად დაიწყეს მედიის დაფასება, თითქოს ამ ყველა იმ მოვლენის შემდეგ, რაც რისი თვითმხილველებიც გახდნენ იმ მასშტაბიდან გამომდინარე, რაც მოხდა აი სულ რამდენიმე თვის წინ და ეს იგრძნობა მოქალაქეების ხარჯაჭერა, აქციაზეც იგრძნობა, მიუხედავად ამ მრავლობით მცდელობებისა და დღეს აღინიშნა, რომ კი ტროლები და ბოტები ძალიან ცუდ საქმეს აკეთებენ, ძალიან ბევრს ცდილობენ, მაგრამ ამის მიუხედავად ადამიანებმა კარგად და ადამიანების დიდმა ნაწილმა ჩვენ ქვეყანაში, უდიდესმა ნაწილმა ვიტყოდი, ზუსტად იცის რა არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის დღეს. და რომ საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, საქართველო იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, არ მოვექცეთ რუსეთის ქვეშ, ანუ არ დაგვიპყროს რუსეთმა, ამისთვის მნიშვნელოვანია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედია, დამოუკიდებელი კრიტიკული მედია, რომელიც კრიტიკულ კითხვებს სვამს. იმასთან დაკავშირებით თუ რა პროცესებიც მიმდინარეობს დღეს საქართველოში. აქედან გამომდინარე ადამიანები ამას აფასებენ, ადამიანები ამას ხედავენ. ვიტყოდი ადამიანების დიდი ნაწილი კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს და შესაბამისად ეს იგრძნობა და მიუხედავად ტროლბოტების და დეზინფორმაციის მანქანის, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს, მისი ეფექტიანობა ისეთი საბოლოო ჯამში ვერ არის, როგორი თქვათ მოლოდინით შეიძლება ჰქონდეს და ჩანაბერიც ჰქონდა ხელისუფლებას. პლუს კიდევ ისიც, რომ მიუხედავად ამ სტატისტიკისა, რომელიც ჩვენ გვაქვს და უცბად რაღაცა შემაშინებლად ჟღერს ხომ, ანუ 350-მდე შემთხვევა წლის განმავლობაში ეს რაც აღვრიცხეთ და რამდენია ისეთი რამე, რასაც არ ამბობენ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ჯერ არ გვაქვს ამაზე მონაცემები, მაგეთად ფარული მიყურადების
სტატისტიკა ხო ანუ დღეს თუმცა რამდენიმე წლის წინ როდესაც ეს გახდა ცნობილი ვიცოდით და ჟურნალისტებმა დაადასტურეს თავენცაუბრები და ასე შემდეგ და ვიცით რამდენიმე შემთხვევა როდესაც თქვათ ჟურნალისტების საუბარი უცბად ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა სულ რამდენიმე წუთში და მათ ამის შესახებ აცნობეს ამ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს რომელთა საუბარიც მოისმინეს ხო შაშან მოხდა. ამიტომ ვიცით რომ ასევე ჟურნალისტებს უსმენენ და usmenen ყველას ვინც თქვათ ვინც მათი მოკლედ ვინც უკვე ვეღარ გამოყავ. შესაბამისად მიუხედავად ამ სტატისტიკის ხედავთ რომ აი აქვს ხედავთ ამ თემებზე ვლაპარაკობთ. ჟურნალისტები არ შინდებიან, აგრძელებენ მუშაობას იმდენად რამდენად შეუძლიათ. აი ზუსტად თავარი არხის დახურვა და მე პატარა კერების გაჩენა რომელიც ჯერ პატარაა მაგრამ დიდი იქნება. მნიშვნელოვანია ეს კერები. დიდი და მნიშვნელოვანია ეს კერები. გააკეთეს ხო ერთ ტელევიზიაში იყვნენ ეს ადამიანები ერთ აღზე და ეხლა იქნებიან ყველგან და ბევრი კი და დღეს იუთუბერების და იუთუბის მიმდევარი აუდიტორია ძალიან დიდია და ძალიან პოპულარულია კი ანუ ახალგაზრდები განსაკუთრებით ამას სტატისტიკაც აჩვენებს რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით ონლაინ სივრცეებიდან იღებენ ინფორმაციას უფრო მეტად ახალგაზრდების სხვათა შორის უკვე კი, მაგრამ ნუ პირველ წყაროდ დასახელებაში ერთი კვლევის მიხედვით ხო თქვენ უფრო გეცოდინებათ კვლევების მიხედვით რუსეთში სხვა აკრძალეს ყველა ეს მათ შორის ონლაინ საშუალება გარდა იმისა რომ დახურეს დოჟჯი დახურეს ყველა ოპოზიციური მედია გამოცემა თუ ონლაინ პლატფორმა ხო მაინც ყველა რუსეთის ყველა მოქალაქე მაინც უსმენს დოჟჯს და მაინც აქვს გამოხმაურება და ახლა ივანიშვილმა ის გააკეთა რომ ტელევიზორთან მიჯაჭვული ადამიანები აი ამ ყუთს მოწყვიტა ნელ-ნელა ასე იზამს ალბათ და გადაინაცვლებს ამ smartphone-ებში სადაც უფრო ადვილია მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღება ხო ალბათ არ ვიცი თქვენ უფრო გეცოდინებათ კი ეს უკვე გადანაცვლებულია აი მაგას ვამბობთ ზუსტად წეგან რომ CRRS-ის გამოკითხვაში 2024 წლის გამოკითხვაში მართალია ტელევიზია სახელდება უფრო ხშირად, თქვა 50%-ია, მე მგონი რომელიც ამბობს რომ ტელევიზია არის ჩვენი პირველი წყარო, მაგრამ როდესაც ასაკობრივად ამას ჩაშლი, ხო? ანუ 35 წლამდე ახალგაზრდებში, თუ სწორად მახსოვს 35 წლამდე იყო, უკვე ინტერნეტი და სოციალური მედია მოდის. ეს არ ნიშნავს რომ ეს ადამიანები არ უსმენენ იგივე ინტერნეტში, მაგალითად არ აქვთ ლაივში არ უსმენენ ამ გადაცემას, ან TV პირველის საინფორმაციო ან ფორმულას, ან თავარისთვის არ უყურებიათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამასთან ერთად პლუს ონლაინ მედია, პლუს ადამიანების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, ანუ ეს კრიტიკული მოსაზრებები, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით არის გამოთქმული, ან რაღაცა გაზიარებული ისტორიები, მათ შორის, ანუ ხედავთ ხოლმე, ხო, ან რომ ბევრი ადამიანი ასევე წერს, თქვათ, ყვება ამ ისტორიებს, აჯამებს მიმდინარე მოვლენებს, რა არის რუსეთში აკეთებს შედარებებს და მოკლედ აი ესეც შეიძლება განსხვავებული აზრი მოისმინოს ადამიანმა და შეადაროს და აუცილებლად ეს არის დემოკრატიის ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი და ძალიან მნიშვნელოვანი საღამო გველოდება დღეს გაერთიანებული ეთერი და ერთ-ერთი წამყვანი იქნების შენ და მინდა რომ ამ თემაზე მოკლედ მოგვიყვეთ და ვეტავ. კი, დღეს სპეციალურ ეთერს ვუთმობთ და ვუძღვნით 3 მაისს პრესის თავისუფლების დღეს TV პირველის ფორმულას და კავკასიის ეთერში გავა გაერთიანებული გადაცემა მაქვს პატივი ვასილ ჩიქოვანთან ერთად გურამ როგავასთან და ნინო ჯანგირაშვილთან ერთად მივიღო ამ გადაცემაში მონაწილეობა ჩვენ გვეყოლება ძალიან საინტერესო ბევრი სტუმარი რომელთან ერთადაც განვიხილავთ რა თქმა უნდა პრობლემებზე საუბარს თავს ვერ ავარიდებთ მაგრამ ასევე ვისაუბრებთ თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე და იმაზე თუ რამდენად შეუპოვრად იბრძვის დღეს თავისუფალი მედია იმისთვის რომ გადარჩეს ამიტომ 7:09-დან TV პირველის ტელეკომპანია ფორმულას და კავკასიის ეთერი. ძალიან მოკლედ ვიტყვი. ანა მიკითხა რომ გადარჩენა და გამოსავალი სად არისო და ეკას უსმენდი დუმბოს უსმენდი და რეცეპტი ხო რა თქმა უნდა ახლა გადარჩენის ვისა გვაქვს, მაგრამ ასე მგონია ეს არის სწორედ თვით გადარჩენის ინსტინქტი, იმიტომ რომ
მე მეტი არაფერი არ ვიცი ჟურნალისტიკის გარდა. არაფერი არ მისწავლე, ანუ უნივერსიტეტი რო დავამთავრე ჟურნალისტიკა, ეს გახდა ჩემი სამოქმედო არეალი და ადამიანი ხო ყოველთვის ევოლუცია ხო ამაზეა აგებული თვითგადარჩენის ინსტინქტზე. ესე არის ჟურნალისტიკაც ხო ადამიანებისგან შედგება და თვითგადარჩენის ინსტინქტი აუცილებლად იპოვის თავის გზას. ეს რა თქმა უნდა გზა არის თავისუფლებისკენ და როგორც ეკამ აღნიშნა კვლევები აჩვენებს რომ 35 წელს ქვემოთ ადამიანები ტელევიზორის და პროპაგანდის უყუთებს კი არა თავისუფალ ალტერნატიულ აზრს ეძებენ. ეს აჩვენებს ზუსტად რომ მომავალი მაინც არის თავისუფლების და თავისუფალი სიტყვის. რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებ, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა პირიქით. მედია ორგანიზაციების წარმატებები ჩვენსასაც რა თქმა უნდა, ყველას და ყველა ჟურნალისტს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი თავდადებისთვის და იმისათვის რომ ადამიანების პრობლემებს აჟღერებთ პირველ რიგში. ეთერში რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ჩვენი ესეთი მხურვალე და სიყვარულით სავსე მოკითხვა მზია ამაღლობელს. და ყველა პატიმარს რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ჩვენ პატარა რეკლამა ხოლმე ნახავთ შემოდგა და მე დავკიდეთ ისე დროებით. ვამბობ ყველაფერი ისე ხდება ჩემო ნიკოლოზ. ტექნიკური ხარვეზია როგორც ვიცი და ჩვენი ხმა ისმის თუ არა მოვა ის მისმინები ისეთი არაფერი გაგიბრუნდით ხო თვითონ დაგიბრუნდით ეთერში პირდაპირ ეთერში კი ბატონო და მე მხვდა წილად ჩემო ნიკოლოზ რომ ძალიან საინტერესო ამბავი გავუმხილოთ ჩვენს მაყურებელს და ძალიან საინტერესო სივრცის შესახებ მოგვიყვე მე ვიცი კი ბატონო ეს არის ადგილი სადაც ქართული და საერთაშორისო ბრენდები ერთ სივრცეში გაერთიანდება ბაზარი ორბელიანის მულტიფუნქციურ სივრცეში ახალი კონცეპტუალური მაღაზია გაიხსნა სხვადასხვა ტიპის სამოსი, აქსესუარები, პოსტერები, ლიმიტირებული გამოშვებები და ექსკლუზიური ხელნაკეთი ნივთები კონცეპტ სტორიში მომხმარებელს სწორედ მსგავსი პროდუქტი დახვდება რაც ახლა ჩამოთვალე ორთვიანი მზადების შემდეგ მაღაზია გუშინ საზეიმოდ გაიხსნა რას ნახავს მომხმარებელი უფრო კონკრეტულად ამ სივრცეში ანა ზაქაშვილის სიუჟეტიდან ნახავთ სიუჟეტში ნახავთ სხვა შორის ბატონი ნიკოლოზი იმყოფებოდა გუშინ ძალიან კარგი დავათვალიერე. მეც ძალიან მივიდა, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე ჩემი მეგობრის ნამუშევრები ვნახე ამ სივრცეში. მათ შორის რუსკა მაყაშვილის მაისურები. ძალიან ესე რომ ესეთი ხმოვანი მაისურები ძალიან გასართობი. თათია ტაბუცაძის ულამაზესი ნამუშევრები. არ გამოგჩეს ვინმე. აი ხო, გამომჩება აუცილებლად. ჩამოთვალა ანას სიუჟეტში ვნახოთ. ვნახოთ. მეც გეწვევით მალე. ვნახოთ. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, ბაზრისთვის. პირველი კონცეპტ შოპის გახსნა დღეს აქ წარმოდგენილი იქნება 15 დიზაინერის ნივთები. ველოდები ძალიან ბევრ სტუმრებს და ვფიქრობ, რომ ჩვენი კონცეპტ შოპი ყველას ძალიან მოეწონა. პროექტზე უკვე 2 თვეა რაც მუშაობთ და ძალიან ბევრ ქართულ დიზაინერთან გქონდა კომუნიკაცია. ჩვენ ძალიან დიდხანს გეგმავდით, რომ ის ნივთები, რასაც შევარჩევდით, ყოფილიყო ბევრისთვის საინტერესო. როგორც ქართველებისთვის, სხვათა შორის ტურისტებზეც ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. ვფიქრობ, ყველასთვის იქნება განსაკუთრებულად საინტერესო. ვფიქრობ, რომ ამ სივრციდან გამომდინარე საკმაოდ კარგი გაყიდვები იქნება და შანსი და შესაძლებლობა დიზაინერებისთვის თვითონ შინაარსობრივადაც საკმაოდ საინტერესო არის ეს შოურუმი, რადგანაც სხვადასხვა დიზაინერების მიერ წარმოებული პროდუქცია არის, როგორც ვიცი, ყველა არის ხელნაკეთი, რაც კიდევ უფრო მეტ ფასეულობას მატებს თითოეულ პროდუქციას. ზოგადად ძალიან მიყვარს ეს სივრცე ბაზარი, იმიტომ რომ შეგიძლია მოხვიდე ოჯახთან, მეგობრებთან ერთად, კარგად დაისვენო, განიტვირთო, გემრიელად მიირთვა და ესეთი კონცეპტუალური მაღაზიების გახსნა ორმაგად მახარებს და წარმატებებს უსურვებ.
რა გადასარევია, რა კარგი, აუცილებლად მინდა მივიდე და არავინ არ წაგიყვანა, ხო? არავინ არ წამიყვანა, მაგრამ მე თვითონ წავა, არავინ წაყვანა არ მჭირდება. ეს პრეზენტაცია გამოტოვე, მაგრამ შეგიძლია დაათვალიერო და ეხლა შემიძლია რომ წაგიყვანო და გაყურებინო ძალიან კარგ საინფორმაციო გამოშვებას. მართლა, რა მაგარია. მაშინ ნახო და მაშინ ისევ დაუბრუნდეთ პირობად. აუცილებლად, აბა. კარგი, დროებით მაშინ. პირველების დროა ეთერში. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში ვცდილობთ რომ ვიყოთ და ის მოვლენები გავაშვიკოთ რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება და ამ ბოლო პერიოდის განვითარებული მოვლენები რაც ეხება საქველმოქმედო ფონდების დაყადაღებას, მათ წინააღმდეგ საქმეების აღზრას, ეს ემსახურება დაშინებას სწორედ იმ ადამიანების ვინც ეხმარება ათასობით დაჯარიმებულ ჩვენს თანამოქალაქეს აქციების დროს და სწორედ ამიტომ შეიქმნა ახალი ფონდი რომელიც არ არის დარეგისტრირებული საქართველოში და ეს მარტივად ხელმისაწვდომი არ არის მათ ვერ გაუსწორდებიან ასე ვთქვათ ასე მარტივად და უფრო დეტალურად ჩემო ნიკა ფონდის შესახებ მოგვიყვება დავით ჭინჭარაძე რომელიც მე როგორც ვიცი უკვე ხაზზეა და გვეუბნება მოგესალმებით დავით გამარჯობა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის და ძალიან დროული იყო ეს ყველაფერი და პირველ რიგში მინდა ფონდის შესახებ მოგვიყვეთ და მართლა ესეთი ის არის უსაფრთხო ფონდისთვის უცხოეთში დარეგისტრირება მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მართალი ხართ ფონდი, რომელიც საქართველოში არ არის დარეგისტრირებული, შესაბამისად დაყადაღების საფრთხეც არ აქვს ფონდს ქართული ოცნების მხრიდან. ეს იდეა არ არის ახალი, სიმართლე უნდა ითქვას. იყვნენ სხვა ჯგუფებიც, ვინც ამას ამბობდნენ და იყო ესეთი აზრიც საჯარო სივრცეში გამოთქმული, რომ ახლა, როდესაც ფონდები დაყადაღებულია, საჭიროა რომ სხვა გზა მოუძებნოთ და სავარაუდოდ ეს იქნებოდა საზღვარგარეთ ამის დარეგისტრირება. და რეალურად ეს ფონდი რაც არის, ეს არის რამდენიმე გადახდის სისტემა, ერთმანეთთან გაერთიანებული, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ჩარიცხონ თანხები და შემდეგ უკვე ჩვენ ჯარიმების გადამოწმების შემდეგ ამ თანხებით ან ნაწილობრივ ან დაასრულად ვუფარავთ ჯარიმებს საქართველოში მოქალაქეებს. ამიტომ კი ის უსაფრთხოა იმდენად რომ არ არის დაყადაღების საფრთხე, რა თქმა უნდა, რადგან საერთაშორისო ფინანსურ სისტემებთან გვაქვს საქმე, აქ ყოველთვის არის რისკი რომ შეიძლება რამდენიმე დღით გაყინონ ფული, მაგალითად, სანამ მუშაობთ ბექგრაუნდში, ესე ვთქვათ, უკვე ბევრ პრობლემასთან მომიწია გამკლავება, გუშინ ორმა გადახდის სისტემამ დროებით შეაჩერა ფული, მაგრამ ერთ სამუშაო დღეში აღადგინა გამოტანის შესაძლებლობა, რადგან ეს უკვე უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული და ისინი უბრალოდ ითხოვენ დამატებით მტკიცებულებას, რომ ფული რეალურად დასახმარებლად მიდის და არა მაგალითად რაღაცა სხვა მიზნით. და დავით, აი სად და როგორ უნდა ვნახოთ ინფორმაცია, ვთქვათ, როცა დაინტერესებული ხარ ფონდის ამ ეტაპზე, რადგან ეს არის სამუშაო პროგრესში, ასე ვთქვათ, ინფორმაციის დიდი ნაწილი ჩემს პირად Facebook გვერდზე არის, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში საღამოობით ვაპირებ, რომ განახლებები მივაწოდო მოსახლეობას, იქნება ასევე საიტი, ამ საიტის აწყობაში გვეხმარებიან ვებ დეველოპერები და მოხალისეები და დიდი იმედი მაქვს, რომ სულ რამდენიმე დღეში, ალბათ შემდეგი კვირისთვის საიტიც იქნება აწყობილი, სადაც იქნება თავმოყრილი ინფორმაცია, როგორ შევიტანოთ თანხა ფონდში, როგორ დავარეგისტრიროთ ჯარიმა, მანამდე ეს ინფორმაცია არის ჩემს გვერდზე და დაგვეხმარდნენ ასევე ამ ინფორმაციის გავრცელებაში სხვადასხვა საჯარო პირობებით, რისთვისაც მათ მადლობა. აი ხა თქვენ საერთაშორისო გზავნილებს როცა ეხება საქმე კონტროლი ახსენეთ, რომ მეტად აკონტროლებენ, სწორად მიდის თუ არა ეს თანხები, გამჭვირვალობაზეც მინდა რომ ვისაუბროთ ჩვენთვის, ქართველებისთვის. გამჭვირვალობა კი საქართველოში არის პოპულარული თემა, იმიტომ რომ სხვადასხვა ჯგუფს სხვანაირად ესმის, რეალური გამჭვირვალობა კი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ზუსტად ამიტომ დამჭირდა 4-5 დღე იმისთვის, რომ ეს ფონდი ისე აწყობილიყო, რომ არ ყოფილიყო კითხვით ნიშნები მოსახლეობის მხრიდან და ყოფილიყო ყველაფერი გამჭვირვალე. და ახლა რაში მდგომარეობს ეს გამჭვირვალება? როდესაც ლინკით დაცულ მონაცემთა ბაზაში არეგისტრირებს ადამიანი ჯარიმას,
ჩვენი მოხალისეების გუნდი ამოწმებს ამ ჯარიმის ავთენტურობას ონლაინ პროტოკოლს ჯიზე, რათა დარწმუნდეს, რომ ეს ჯარიმა ნამდვილად გადასახდელია ჯერ კიდევ და არ არის რაღაცა სხვა რაღაცასთან საქმე არ გვაქვს. როდესაც უკვე ჯარიმებს გამოწმებთ, ეს როგორც წესი ყველაზე შემოტევადი პროცესია და ამ დღეებში უკვე ვამთავრებთ შემოსული ჯარიმების შემოწმებას, შემდეგ უკვე ვაგზავნით ფულს ამ ადამიანის ანგარიშზე. ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რადგან მცირე თანხა, ანუ არც თუ ისე მცირეა 4 დღისთვის ფაქტობრივად 20,000 ლარზე მეტი შეგროვდა უკვე. კი, ნამდვილად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ან ნაწილობრივ, ან სრულად დავფაროთ. ანუ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ვხედავთ, რომ მაგალითად 10 ადამიანს სჭირდება თანხის დაფარვა და ვთქვა, არ გვაქვს 50,000 ლარი, შეგვიძლია მათ ჩაურიცხოთ თანხა ნაწილობრივ. დიახ, და შემდეგ ამის შესახებ უკვე პირველ ეტაპზე ჩემს Facebook-ზე ყველა ტრანზაქციით აღწერილი თავისი Excel-ის ფაილებით და ასე შემდეგ, შემდეგ კი უკვე ვებსაიტზე ნახავენ მოქალაქეები ამის შესახებ, დრო გამოშვებით ასევე მექნება ჩართვები, სადაც აღწერ ვინ რამდენი დაფინანსდა, უშუალოდ ვინ დაფინანსდა, ეს იქნება ანონიმური, თუ თვითონ ეს მოქალაქეები არის. კი ბატონო. და არჩენი არის საჯარო ინფორმაცია. და სად არის რეგისტრირებული ფონდი? ბანკის ანგარიშები არის რეგისტრირებული ინგლისში, სადაც მე ვცხოვრობ. შესაბამისად არის ხელმისაწვდომი ფუნტი, ევრო, დოლარი. ჩვენ ახლა მუშაობთ აქტიურად იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო ადვილად შეეძლოთ თანხი. მორიცხვა ნაკლები საკომისიოთი და ჩვენ ახლა უყურებთ სხვადასხვა გადახდის სისტემას, რომელიც საქართველოში მუშაობს კარგად ევროზეც და ლარზეც. და მოდი კიდევ ერთხელ უთხრათ ჩვენს ტელემაყურებლებს იმ ადამიანებსაც გავაგებინოთ, ვისაც ჯარიმები მიუვიდა, როგორ უნდა მოგზებნონ, როგორ მოგმართონ და იმ ადამიანებსაც, ვისაც უნდა თანხის ჩარიცხვა ამ ადამიანის დასახმარებლად. კი, პირველი ნაბიჯი არის, რომ გავასაჩივროთ ჯარიმა ბოლომდე, თუ კი ამის შესაძლებლობა გვაქვს გადაუხდელად, როდესაც უკვე გადახდის ვადა მოდის, საჭიროა რომ მოქალაქეები დაგვიკავშირდნენ და ჯერ ჩემს Facebook გვერდზე, შემდეგ რამდენიმე დღეში ვებსაიტზე იქნება ლინკი, რომელიც უკვე დევს, ეს არის ლინკი, სადაც შეგიძლიათ რომ ატვირთოთ თქვენი ჯარიმა, თქვენი საკონტაქტო მონაცემები და ამ ლინკზე ასევე უთითებთ თუ როდის გასდის ამ ჯარიმის გადახდის ბოლო ვადა, რათა ჩვენ ვიცოდეთ რომელ ადამიანებს დავუყაროთ უფრო მალე, რომელი საქმე არის უფრო სასწრაფო. ამის შემდეგ მათ უნდა დაელოდნონ ჩვენ ან მეილით ან ტელეფონის ნომრით დაუკავშირდებით მათ და ვაუწყებთ იმის შესახებ, რომ მათი ჯარიმა ან სრულად ან ნაწილობრივ დავფარეთ. ეს ბოდიში რომ გაწყვეტინებ რა, აი ამ თქვენ უნდა შეისწავლოთ აუცილებლად, თქვით კიდევაც აღნიშნეთ, რომ ამ ჯარიმის ავთენტურობა არის თუ არა ეს ნამდვილად ჯარიმა თუ სხვა მიზნებისთვის უნდა ადამიანს რამდენი ხანი გჭირდებათ აი ამ ყველაფრის დასადგან ადამიანს რამდენი აქვს დრო სიტყვაზე აი მომიწია უკვე ხვალ მიწევს ჯარიმის გადახდა გამეპარა დრო ან რაღაცა რამდენი ხით ადრე უნდა მოგმართონ სავადაუდოდ კარგი იქნება თუ მოგმართავენ 4-5 დღით ადრე მაინც, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ფონდი დავაანონსე ფაქტობრივად 4 შაბათს და 4 შაბათის მერე 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა იმაზე, რომ თქვათ აგვეწყო ვიზუალურად სისტემა, აგვეწყო უშუალოდ ეს გამჭვირვალობის სისტემა და ასე შემდეგ და ამას მიაქვს დრო მე ვარაუდობ რომ ეს პირველი 2 კვირა იქნება უფრო რთული, იმიტომ რომ სისტემა ჯერ კიდევ ასაწყობია რაღაცა გადასათვლელია, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო ნაკლები დრო დაგჭირდება იმისთვის. ჩვენ ყავს მოხალისეების გუნდი, რომელსაც ამ ეტაპზე მათი ნებართვის გარეშე არ მინდა რომ გავაჟღეროთ სახელები, იმიტომ რომ ხედავთ როგორ ქვეყანაში ცხოვრობთ ჩვენ და მათი რიცხვი საკმაოა იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად შევძლოთ ჯარიმების გადამოწმება, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფონდი მთლიანად დამოკიდებულია როგორც ემიგრანტების, ასევე საქართველოს სხვა მოქალაქეების შემოწირულობებზე და ამ მხრივ ეს არის გასათვალისწინებელი, რომ ჩვენ ყოველთვის ვერ შევძლებთ მთლიანად დაფარვას და ასევე რა თქმა უნდა ვიმუშავებთ ძალიან ბევრს იმაზე, რომ ახალი თანხები მოვიზიდოთ, ბიზნესსაც შევთავაზოთ, რომ გააკეთონ დონაციები, მოგეხსენებათ იმ პლატფორმას, რომელსაც ვიყენებთ GoFundMe-ს, აქვს ანონიმური დონაციის შესაძლებლობა, ძალიან ნიშნავს იმას, რომ ვერავინ ვერ გაიგებს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვიცი ბევრი ადამიანი და ბევრი ბიზნესი არის ისეთი, ვინც მხარს უჭერს მოქალაქეების სამართლიან პროტესტს და არა იმ უსამართლობას, რომელიც ახლა გამეფებულია ფაქტობრივად ქვეყანაში. ამიტომ ეს ანონიმურობა ძალიან მნიშვნელოვანია და ერთი პლუსია კიდევ ამ კონკრეტული პლატფორმის. რა თქმა უნდა, დავით და კიდევ ერთი კითხვა, ფონდი მარტო ჯარიმებზე იქნება, ჯარიმების გადახდაზე ორიენტირებული თუ ზრდასთან ერთად დაეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც ოპერაცია ჭირდება საზღვარგარეთ თუ სოციალური დახმარება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი, ფონდი ჩაფიქრებულია მთლიანად როგორც პროტესტის დასახმარებელი ფონდი და ამ ეტაპზე ვიცით, რომ ჯარიმები არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ფაქტორი, რომელიც მოქალაქეების უიმედობას იწვევდა, მათი გასვლა ქუჩაში იყო ამ ჯარიმასთან ასოცირებული და შესაბამისად ამ რისკთან, ამიტომ ამ ეტაპზე და თანხების სიმცირის გათვალისწინებით მთლიანად ფონდი მუშაობს ჯარიმებზე. მე თქვენ იცით, რომ ხშირად საზოგადოებაში, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისგან იმედგაცრუებას იწვევს მოსახლეობის, როდესაც რაღაცას ისეთ ვპირდებით, რისი შემდეგ შესრულებაც არ შეგვიძლია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოლოდინები ვმართოთ და ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ეს პროტესტის მხარდაჭერა და მხოლოდ ჯარიმების გადახდა ამ ფონდისთვის. იმიტომ რომ ესე ვთვლი რომ ესე უფრო ეფექტურია გრძელვადიანად იმ ბრძოლაში, რომელშიც ახლა ვართ ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა დავით, ძალიან კარგ საქმეს ჩაუდექით სადავეში და ამისთვის უღრმესი მადლობა და აი ასე ერთმანეთის დახმარებით გადავრჩებით აუცილებლად და გავიმარჯვებთ დარწმუნებული ვარ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ სახელებს და გვარებს შეიძლება არასახელებთ, იმიტომ რომ ყველა მოხალისეს, რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა და ვინც ამ საქმეშია ჩართული. მადლობა კიდევ ერთხელ. თქვენ. წარმატებას გისურვებთ. ამასობაში ჩვენ კი შეგვიძლია ჩვენს მაყურებელს სულ რაღაც ხვალამდე დავემშვიდობოთ. დავემშვიდობოთ? შეგვიძლია. კარგი, თუ შეგვიძლია, მაშინ თუ ზრდილი ხარ, უნდა დაემშვიდობა და თუ არა და შეგიძლია ისე წახვიდე. არ გაგბრძანდებოდეთ ხვალამდე იგივე დროს ისე მე და ნიკა შუადღე ვაივის ეთერში მოგევლინებით ხვალამდე.